ბიზნეს სიახლეები, ტენდენციები ეკონომიკაში. რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ პირადი ფინანსების განკარგვაში. პროგრამა საქმე. პროგრამა საქმე. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 13 საათსა და 10 წუთზე. საქმის საქმეს. მოგესალმებით, რადიო პარიტრის ეთერშია გადაცემა საქმე და მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ნავთობის ფასი 11 წლიან მინიმუმამდე დაეცა. ნავთობის ფასმა, როგორც უკვე გითხარით, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. BBC-ს ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ღირებულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 36.2 დოლარის ნიშნულზე დაბალია, რაც 2004 წლის ივლისიდან მინიმალური მაჩვენებელია. რა ხდება საქართველოს ბაზარზე? რამდენად არის შემცირებული ბოლო 1 თვის განმავლობაში საწვავის ფასები და როგორ შეიძლება აისახოს მიმდინარე ტენდენციები ახლო მომავალში ადგილობრივ ბაზარზე? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ და რა თქმა უნდა დავსვათ შეკითხვას, რამდენად შეესაბამება დღეს არსებული საცალო ფასები საქართველოში მსოფლიო ტენდენციებს. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს გადაცემა საქმის სტუმრები არიან ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე და ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ რომ თქვენ შემოგვიერთდეთ გადაცემის მსვლელობისას, დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 227 103-9 238-103-9. ბუნებრივია, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ნებისმიერი ადამიანის ინტერესში შედის, რადგან შესაძლოა თქვენ არ ყავდეთ ავტომობილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციის ფასები თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ფასში არის გათვალისწინებული, ასე რომ ველოდებით თქვენს აქტიურობას და მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და დღეს ხართ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მოდი დავიწყოთ მსოფლიო ტენდენციებით, ბოლო ინფორმაციით, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს და როდი შეიძლება ჩვენზე აისახოს დღეს უკვე 11 წლიანი მინიმუმი დაფიქსირებული შავ ოქროზე. ბატონ ვანო, თქვენგან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო დადებითი სიახლე არის, ინფორმაცია არის ყველა მოხმარებელი ქვეყნისათვის, ნავთობის მოხმარებელი ქვეყნისათვის, მათ შორის ვართ ჩვენს, კიდევ გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მთლიანად დამოკიდებული იმპორტზე, ადგილობრივი წარმოება არ გვაჩნია. კიდევ გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცალსახად ნავთობის მსოფლიო ფასები და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფასები არის ძალიან დაბალი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, ეს არის რეკორდულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები და განსაკუთრებით ფასების ვარდნის ტენდენცია დაფიქსირდება 4 დეკემბრის შემდგომ, მას შემდგომ რაც ოპეკის ქვეყნების შეხვედრა შედგა და ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ნავთობის მოპოვების კვოტები იქნებოდა უცვლელი. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ნავთობის მიწოდება მსოფლიოში მნიშვნელოვნად აჭარბებს მასზე მოთხოვნილებას და აქვე არის საუბარი იმაზე, რომ უკვე მომავალი წლიდან ირანი ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია, სრულფასოვნად ბრუნდება მსოფლიოს ანავთობელ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ნავთობის ფასებმა დაიწყო მკვეთრი ვარდნა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ვარდნა, დღეს გვაქვს რეკორდულად ძალიან დაბალი მაჩვენებლები და ასევე ალბათ ესეც სასიამოვნო ინფორმაცია თქვენ მსმენელთა ზოგადად ალბათ სოფლიოსთვის მომავალი წელი 2016 წელი ეს არის ეს იქნება ფასები, ეს იქნება წელი, როდესაც სოფლიოში ნავთობზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ამას ეთანხმება და ადასტურებს აბსოლუტურად ყველა წამყვანი საინვესტიციო ანალიტიკური ცენტრები, კომპანია, კორპორაციები. ანუ მომავალი წელი სადღაც საპროგნოზო საშუალო წლიური ფასი, ნავთობზე ფასი ეს არის სადღაც 48 დოლარზეა. საშუალო შეწონილი წლიური აღებული და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა იქ არსებული ტენდენციები შემდგომ უკვე ჩვენთან გასაზღვრავს ესე ვთქვათ ძირითად ტენდენციებს. მოდი ბექასთან გადავალ შემდეგი შეკითხვით, როდი შეიძლება აისახოს დღეს არსებული ვითარება მსოფლიო ბაზარზე საქართველოზე და ზოგადად ეს ტენდენცია, რომელიც ნედლი ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ხდება, დადებითია ჩვენი ქვეყნისთვის თუ არა? ანუ შესაძლებელია ახლა მოკლევადიან პერიოდში ვიღაცას უხაროდეს საწვავზე ფასების გაიაფება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს? მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ჩვენ არა ვართ მომპოვებელი ქვეყანა და რა თქმა უნდა უპირობოდ ჩვენთვის მსგავსი ტიპის ცვლილებები და ფასების ვარდნა არის დადებითი, რადგან ნაკლები ფულის მასა გაედინება. მით უმეტეს საწვავის შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ბიზნესი და ყველაზე მსხვილი სფერო არის
საწვავი, ნავთობპროდუქტები შესაბამისად ფაქტიურად განახევდა მასზე გაწეული დანახარჯები კომპანიების მხრიდან. აქ არის მეორე საკითხი, როდის აისახება ეს ტენდენცია მომხმარებელზე. აქ რამე ეკონომიკურ პარამეტრებზე არ არის დამოკიდებული ამ 5 კომპანიას შორის ფასების დადგენა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აგვისტოში გამოავლინეს კარტელური შეთანხმება, შესაბამისად მათ შორის შეთანხმებულად გება ფასი და მხოლოდ მათ კეთილნებაზეა დამოკიდებული თუ რა ფასი იქნება საწვავის ბაზარზე. თუმცა გვაქვს ტენდენცია ბოლო პერიოდში იმისა, რომ ფასი მცირდება, თუმცა მანამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოში არსებული ფასები მსოფლიო ფასებთან შედარებით, ბექა, ისევ თქვენ მინდა გკითხოთ, კი, მართალია, გამოავლინეს და კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ამ კომპანიებს შორის არსებობდა კარტელური შეთანხმება, როგორც ვიცი, ამ კომპანიებმა სარჩელით შეიტანეს სასამართლოში, ხომ არ იცით, ახლა რა ეტაპზეა საქმე და რეალურ შედეგს როდის მიიღებს მოსახლეობა, რომ მიიღოს საბაზრო ფასი პროდუქტებზე და არა ფასი, რომელიც კარტელური შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა. ანუ მოსახლეობამ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ მიიღო, ჯერ იმით, რომ კონკურენციის სააგენტომ თითქოს და კარტელი გამოავლინა ამ სეგმენტში. დიახ, სამართლებრივად სამწუხაროდ ეს ესეა, თუ მოხდება გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღსრულება გადაიდება, ესე რომ ვთქვათ, მაგიტომ არის დღესდღეობით ისევ რო გრძელდება, ესე რომ ვთქვათ, შეთანხმებული ფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობაში არის და აქვს სააგენტოს იმის ბერკეტი, რომ განმეორების შემთხვევაში დააჯარიმებდნენ 10%-ით, ანუ უკვე 10%-ით უნდა დაეჯარიმებინათ ისევ თუ აგრძელებენ კარტელურ შეთანხმებას. იცით რა არის? ერთ რაღაცას ვიტყვი ხა. კომპანიები კი შეამცირეს ესე თუ ისე ფასები რაღაცა ნაწილობრივ, ხო? მაგრამ წვრილი ავტოგასამართის სადგურები, რომლებსაც აქვს რაღაც თითოეულ ავტოგასამართის სადგურები, რომლებიც თვითონვე არ არიან იმპორტიორები, ისინი ყიდიან 20-30 თეთრი დიაფად საწვავს და ანუ თქვენ რეალურად რომ არ არსებობდეს ასეთი შეთანხმება ძირითად იმპორტიორ კომპანიებს შორის 20-30 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს საწვავი ამ თემას ჩვენ გავაგრძელებთ ოღონდ მანამდე მინდა შემოვიყვანოთ მსმენელი ეთერში მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა მე ფერტომას ახლა ვერ გავეთანხმები რომ შეთანხმებას ასე ვთქვათ არის როგორია იმიტომ რომ შევხედოთ უკვე ესე ერორეგულარი ეს ლარი და 56 და ძალიან ამბავია იგებია თუმცა იქნებ მომიტო სოკარი და ვისოვზე სიცარიელი კი ბატონო მე მგონი მოისმინეთ ხო თქვენ შეკითხვა იქნებ მოპასუხოთ იცით რა თავისნება დამეთანხმება თუ არ დამეთანხმება მაგრამ თუ უკვე იყიდის ლარი და 56 და ანუ მაქსიმალური სხვაობა 9 თეთრიანი სხვაობა ამ შემთხვევაში სხვა კომპანიებს მაგალითად სოკარს აქვს 10 თეთრიანი ფასდაკლება რაღაც ტალონებით და ასე შემდეგ იქვე აპარატზე დააჭერა რაღაცა ღილაკს და 10 თეთრიან ფასდაკლებას იკეთებენ ანუ ეს რაღაცა შესანიღბად არის მათ შორის თვითონ ფასების ცვლილება და ესეთი ინფორმაციას გავცემა ნიუსები რომ ფასები რომი გამოუცხა და უკვე სხვა კომპანიებს ხო ეხლა რეალურად თუ ავიღებთ ამ ფასდაკლებებით საბოლოოდ ყველას ერთნაირი გამოდის იმ სოკარისას რომ დავაკვირდით 10 თეთრის და ასე შემდეგ. ანუ არაფერი არ ხდება, უბრალოდ სასამართლოს მოლოდინში არის რაღაცების შენიღება. ჩვენ კარგად გვახსოვს რომ რამოდენიმე წლის წინ ზუსტად ყველას ერთნაირი ფასი ჰქონდა. ზუსტად ერთ დღეში ცვლიდნენ ფასებს. მე უკვე რომ ეს ძალიან გამოაშკარავდა მათი ქმედება და ძალიან თვალშისაცემი იყო და უკვე ხალხი თალაპარაკდა ამაზე, მაშინ შეცვალეს ეს და რამოდენიმე თეთრიანი სხვაობები დააწესეს ფაზზე თორე როგორ ხდებოდა და როგორ ხორციელდებოდა როგორ გააძევეს სხვა კომპანიები ფაზრიდან და რა ხდებოდა ეხლა გვახსოვს ხო უახლესი ისტორია და ჩვენი მიმდინარე პერიოდია და ეხლა კი ბატონო ძალიან ბევრი რამ გვახსოვს თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს შედეგი იმისა რომ ანუ ეს ყველაფერი იყოს არა მხოლოდ ჩვენი რაღაცა გარკვეული მოსაზრებების ნაყოფი, არამედ იყოს დოკუმენტალურად დასაბუთებული, რომ არსებობდა კარტელი, იყო შეთანხმებული ფასები, ზემოგებებზე მუშაობდნენ ეს კომპანიები, სამწუხაროდ ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს გარდა კონკურენციის სააგენტოს დასკვნისა, რომელსაც არ ეთანხმებიან კომპანიები. ბატონოვანო, თქვენ მინდა გკითხოთ, რამდენად ეთანხმებით ბექას მოსაზრებას, რომ შესაძლებელია
საწვავი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს 20-30 თეთრით უფრო იაფად ვიდრე დღეს არსებული ფასებია. პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ დადებული დასმასთან დაკავშირებით იქ არ არის საუბარი ფასდანამატებზე, ანუ კონკურენციის სააგენტოს კვლევის მიზანი და საგანი არ ყოფილა ფასდანამატის თემა, ანუ კომპანიებს უშუალოდ რა მოგებები ქონათ. ეს ცალსახადრო გამიჯნოთ, აქ არ არის ამაზე საუბარი და მათი პოლიტიკა, კონკურენციის სააგენტოს პოლიტიკა, ეს არ არის პოლიტიკა იმისკენ მიმართული, რომ დაუთვალოს კომპანიებს მოგება. აქ არის საუბარი უბრალოდ რამდენად ფასი ადეკვატურად კონკურენტული, ესე ვთქვათ, გარემოარი ბაზარზე, რამდენად კომპანიები კონკურენტულად ვითარდებენ, ამაზეა საუბარი. ეხლა ჩვენ ზედა თემას ოდა აუხვევთ, თუ ჩვენ წავალთ სხვა თემაში, იმიტომ რომ თუ საუბარი არის ზემოგებებზე და კარტელის შექმნის თავარი მიზანი ეს არის ის, რომ კომპანიებს დაეფიქსირებინათ ზემოგება და განსაკუთრებული მოგება, არც ერთ კომპანიას არსად და არსად ფინანსურ ანგარიში ეს არ უფიქსირდება და მათ შორის კონკურენციის სააგენტო სწავლობდა აი ამ საკითხებს, მაგრამ გამოთხოვილი ქონა და არც რა თქმა უნდა კომპანიებმა ეს საკითხი გაასაჩივრეს, გასაჩივრებული არის და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა რაც შეეხება ესე ვთქვათ ფასების დინამიკას, ფასების ტენდენციას, საუბარია მაინც იქ არის იქ მიდის, რომ კომპანიებს ქონათ რაღაც განკვეული დიდი მოგება და სწორედ ამ მოგების მიზანი არის ის მიმდინარე ფასები, რომელიც დღეს ფიქსირდება. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, მოდით ესე განვიხილოთ. ფაქტობრივად დღეს აი გიმოსმენელი შემოვიდა ხაზზე და თქვა, რომ ლუკოილს აქვს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, სხვა ფასი. თქვა რეგულარი საწოლზე. მათ შორის სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა ფასი აქვს. ეხლა რა არის ეს კონკურენცია ბაზარზე 2-3 თეთრში ამ ბიზნესში არის მნიშვნელოვნად და მძაფრად გამოხატული. თქვა როგორ ფიქრობთ, ლუკოილს როდესაც აქვს ესე დაბალი ფასი, სხვა კომპანიებს ეს არ უქმნის უხერხულ მომენტს, რა თქმა უნდა, აქ საკმაოდ დიდი დისკომფორტია საუბარი. და შესაბამისად დღეს საუბარი იმაზე, რომ კომპანიებს შორის კონკურენცია არ არსებობს, ეს ისე არ არის. მეორე, ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის არაბრენდირებული სეგმენტი წარმოდგენილი ამ ბაზარზე. და არაბრენდირებული სეგმენტი მაგალითად გასამართლებლების მიხედვით ჩვენ თუ დავთვლით სტატისტიკურად არის უკვე ერთეული, ეს არის 450-მდე, როცა ბრენდირებულების ქსელი არის სადღაც 550-მდე არის და აქვე მინდა გითხრათ, რომ მათ ფასი აი ბექამ სწორედ აღნიშნა, იქ არის 20-25 თეთრით უფრო განსხვავებული. რატომ განსხვავებული? იქ არის ერთი გასამართი, ორი გასამართი, რომელსაც არანაირი საოპერაციო დანახარჯი არ აქვს, არანაირი ნაშთები არ აქვს. ხვდებით, ხო ეს ძალიან მარტივი ახლა გახსნა რატოა მათ შორის განსხვავება. თუმცა ეს სეგმენტი მნიშვნელოვან კონკურენციას ასევე უწევს იმ კუთხით, რომ მოხმარებელ საქმეს ბრენდირებულს ეს. რაც შეეხება თვითონ ფასს, მოდი ესე ვთქვათ. ჩვენ განვიხილოთ ერთი წლის უკამდელი მოცემულობა ლარის დოლართან მიმართებაში. დღეს კურსი იყოს 1.7, როგორც ერთი წლის უკან იყო, ხო? მაშინ დღეს საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არ უნდა იყოს ლარი 10, ლარი 15-ზე. ეს საკმაოდ სწორი თემა, ამაზე ჩვენ მინდა რომ ძალიან ესე ზოგადად ვისაუბროთ ამ თემაზე. ეს არის თემა, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელსაც აინტერესებს. დღეს რომ ლარის კურსი იყოს 1 დოლარი, ლარი და 70 თეთრი, რა ეღირებოდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავი. ამაზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ. დაგოლოდეთ, რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით ეთერში. გადაცემა საქმე დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენ საწვავის ფასზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები არიან ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე და ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ, რომ გადაცემის სრულობისას თქვენ შემოგვიერთდეთ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე 237-103-9, 238-103-9, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია დღეს არსებული ფასები ადგილობრივ ბაზარზე იმ სოფლიო ტენდენციებთან შედარებით, რაც დღეს ნედლ ნავთობთან დაკავშირებით ხდება. როგორც ვიცით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი 11 წლიან მინიმუმამდე დაეცა. საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ბატონო ვანო, თქვენ არ დაგასრულებინათ გადაცემის პირველ ნაწილში თქვენი მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, აი ძალიან მარტივი შეკითხვა, დღეს რომ ლარი არ იყოს ასე გაუფასურებული დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-იან სხვაობაზე არის საუბარი. რომ იყოს მაგალითად 1 დოლარის ღირებულება, ლარი და 70 თეთრი. დღეს ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი რა მოცულობის ფარგლებში იქნებოდა? პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ეს პოზიცია, რომ ფასები მცირდება, ფასების შემცირებას ალტერნატივა არ აქვს, ის აუცილებლად გაგრძელდება. ანუ ეს პროცესი არის ესე ვთქვათ შეუქცევადი და მარტივად რო ვთქვათ სადღაც ბოლო პერიოდის დეკემბრის განმავლობაში 20-25 თეთრით არის საშუალო შემცირებული ყველა პროდუქტზე ფასი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. ეხლა რაც შეეხება თქვენს დავაკითხვას, ლარი როარ გაუფასურებული იყო,
ლარი რო ყოფილიყო ისევ იმ კურსზე, რაც არის, თქვათ, 1 წლის უკან ის ყოფილიყო 1 და 7, დღეს ბენზინის ფასი იქნებოდა ლარი 10, ლარი 15 თეთრი. ეს არის ძალიან მარტივი გასაანგარიშებელი, შეგვიძლია მსმენელმა აიღოს ხატი, ეს რაც არის მოცემული, თქვათ, ლარი 60, თქვათ, ყველაზე მოხმარებადი პროდუქტი მაინც რეგულარი არის, გინა პრემიურზე ვიანგარიშო და კურსის მიხედვით დავიანგარიშო. დღეს არის 2.40 და შენ გადავიყვანოთ, ანუ ეს იქნებოდა ლარი 10, ლარი 15 თეთრი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვით, რომ ფასების შემცირება გაგრძელდება. ამას ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ბაზარზე კონკურენტული გარემო დღეს არის საკმაოდ ზაფხად გამოხატული. საცახად მინდა დავაფიქსირო ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად, ესე ვთქვა, თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს პირნათლად, ის არანაირად არ ერევა ბიზნეს საქმიანობაში, არანაირი თქვა ამ შემთხვევაში გარედან არსებული წნეხი იქნება თუ რაღაცა ესეთი ხელოვნური ბარიერი შეზღუდვა არ არსებობს დღეს ამ ბიზნესის განვითარებისათვის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბიზნესიც ამ მიმართულებით ვითარდება. ეხლა ფასებზე ბევრს ეკნება, დღესაც ეკნება, ბევრი თქვენი მსმენელი იქნება, ამასაც პრეტენზია ეკნება. ეს ეკნება მსმენელი და საინტერესოა, ესე აქვს თუ არა პრეტენზია, ან შეკითხვა ჩვენ სტუმრებთან, ისე ბატონო, ანუ სანამ შემოვიყვანდე მსმენელს, მინდა რეპლიკის სახით თქვენ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობდით, მე მეგონა იმ 1 ლარიან, ასე ვთქვათ, მარჟას გულისხმობდით, რომელიც თითოეულიდან მიდიოდა ნაციონალურ ჯიბაში. იყო ეს, იცით რა არის, აქციად მე როცა მე ამ კითხვას მისვავენ, მე რო ვიყო ასევე მართალი და მე ამ შემთხვევაში ვიყო პირნათელი იგივე თქვენთან მსმენელებთან, ბეკაც გვერდზეზის, იყო 20-25-ზე, ხან 50-ზე გვედავებოდა ბეკა, მაგრამ ბოლოს იყო 15-20 თეთრიანი, სხვა შორის ლევანი ზორიასთან დღეს ზეთი ძალოვანი უსწრების ხელმძღვანელთან პოპულარ დებატებში, აქ იყო 15-20-25 თეთრიან, ესე ვთქვათ, ანუ არის და წინასაარჩევნოდ, მაგას ამბობთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. სოფლიო ბაზარზე არის მის ჩვენს სტუმრებს ხმა ერთ ბენზინი. კი ბატონო. რა შეიძლება მინდა ერთი საკითხი შევეხოთ კიდე აუცილებლად. ანუ ბენზინის საერთაშორისო ფასი რა მინდა რომ გამოტოვოთ. საერთაშორისო ფასი ბენზინის ფასის სტრუქტურაში ეს არის მხოლოდ 70%-მდე. იმიტომ რომ დანარჩენი 30% ეს არის დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზის გადასახადი, ეს არის საოპერაციო ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯები, რომელიც მიუხედავად იმისა, ნავთობის ფასი საერთოდ 0 რო გახდეს, ეს ფასები არის უცვლელი. ამიტომ, როდესაც საუბარია ხოლმე ხშირად აი პროპორციულ შემცირებაზე, ადეკვატურ შემცირებაზე, ამის გამო რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება. რაც შეეხება ბენზინის საერთაშორისო ფასს, პლაცის მიხედვით, ის თქვა დღესდღეობით 1 ტონის სადღაც ეს უნდა იყოს 450-480 პარკლებში, თუმცა მე იმას გიფიქსირებთ იმას, რომ ფაქტობრივად ძირითადი ვარდნა ესეთი მნიშვნელოვანი ყისერი ვარდნა, ეს მოდის უკვე 4 დეკემბრის შემდგომ, აი ფაქტობრივად ეს 10 ბოლო 10 დღის 2 კვირის მაქსიმუმ 10 დღის პერიოდია, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ვარდნა გახორციელდება. კარგი, კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. უბრალოდ ყოველსა ბოდის გიხდით, მეორე შემოვდივარ ეთერში. დიახ, გისმენთ. რა მაინტერესებს ჩვენ მომხარებლები ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ დაუშვათ რომ მიდივართ ლუკოილში გვასხავთ რუსულ ბენზინს, რომ მიდივართ ვისოლში გვასხავთ რუსულ ბენზინს. თუ აი როგორც ხმებით რეალებიდან მაგალითად სოკარის ევრორეგულარი, ანუ აზერბაიჯანის ბენზინი, ევრორეგულარი ყველაში იგდება, ასე ვთქვათ. და ამიტომ არის ხა დაუშვათ სოკარი არხეინად, როცა უყურებს რომ ლუკოილში ქვეყნის მანქანებია და იმ ავტოგაზეთასამაცადოში სოფაში არა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ საინტერესო შეკითხვა. ბექა, თქვენ ხომ არ უპასუხებდით ამ შეკითხვას, ანუ ვიცით კი რეალურად კონკრეტულ იმპორტიორს რა წარმომავლობის პროდუქცია აქვს და რას ვყიდულობთ რეალურად მისგან. თუ ისევ ხდება ეს ცნობილი მეთოდი ერთმანეთში გარკვეული პროდუქტების გადაყიდვის. კი, ეს ახლა ჩვეულებრივი მოვლენა ერთმანეთში გადაყიდვა ხდება პროდუქტების. ჩვეულებრივი ის არის საავადმყოფო ოპერაცია. ხარისხი იყო შემთხვევები, როდესაც ხარისხი არ შეესაბამება ჩვენთან არსებულ საკმაოდ დაბალ მოთხოვნებს და იმასაც ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ მკაცრდება, ესე რომ ვთქვათ, 2016 წლიდან სახელმწიფოს მიერ საწვავის ხარისხის კონტროლი და ვფიქრობ, გამოიღებს შედეგს და ის მცირეოდენი
დარღვევები, რაც თვალწების სოკარს ჰქონდა, რომელიც არ შეესაბამებოდა. ამ 5 კომპანიიდან ერთ-ერთს ჰქონდა, რომელიც სტანდარტს არ შეესაბამებოდა, ეგეთი საწვავი. ანალიზების შედეგად ეგრე დადგინდა და ძირითადად მაინც არა ჩვენთან ისეთი მოთხოვნა რომ რომელიმე საწვავმა ვერ დააკმაყოფილოს. ბატონო ვანო, თქვენ როგორც ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ალბათ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გექნებათ, ვის საიდან შემოაქვს, ან კი შემოაქვს საერთოდ თუ არა საწვავი. მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ფაქტიურად დღეს ბიქა მახსენა რომ მოვალწილე მკაცდება ხარისხის კონტროლი და ამის ძირითადი ინიციატორები ვიყავით ჩვენ. ანუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა გაერთიანება იყო ინიციატორი იმის, რომ გამკაცრებული იყო ხარისხის კონტროლი. ჩვენ ამ მიზნით, ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციამ კიდევ ერთმა გაერთიანებამ გავაფორმეთ მემორანდუმი შემოსავლების სამსახურთან. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს, საკმაოდ აქტიური მონიტორინგს საწვავის ბაზარზე. ასევე მინდა გითხრათ, უშუალოდ ჩვენი ინიციატივით ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო უწყება მიიღო ახალი დოკუმენტი, ეს არის ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რის თანახმადაც ნებისმიერი იმპორტირებული ნავთობპროდუქტისათვის სავალდებულო გახდა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა. ჩვენ გვაქვს მთავრობის დადგენილება საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით და შესაბამისად საბაჟო უწყება უკვე დღეიდან ეს 5 დეკემბრიდან დაიწყო ამ ბრძანებამ ამოქმედება. ის ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ხარისხის მაჩვენებელი, ესე ვთქვათ, იმ ჩვენი მთავრობის დადგენილებაზე, თუ არის შეუსაბამობა, ის აჩერებს თვით აბრუნებს უკან. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ იმას შეუძლია ასევე ლაბორატორიული ანალიზური კვლევის შეტანება. მე გითხარით, რომ მომავალ წლიდან ასევე მკაცდება გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციირებით, ესე ვთქვათ, კაცდება კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ ის კომპანია, რომელიც დაარღვეს მთავრობის ხარისხობრივ ნორმ დადგენილებას, მთავრობის საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით 10,000 ლარიანი ჯარიმით. ანუ პოლიტიკა სახელმწიფოს დღეს აშკარად არის, შეიძლება ითქვას, მიმართული იქითკენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე იყოს ხარისხიანი პროდუქტი. მოდი ხა შევეხოთ მსმენელის კითხვას. აი კონკრეტული შეკითხვა დასვა, ლუკოილში ყიდულობს თუ არა რუსულ საწვავს? რუსულ საწვავს არ ყიდულობს, ლუკოილი არის იმპორტიორი საწვავის ნავთობპროდუქტების და ის ახორციელებს ბულგარეთიდან, მასა გააჩნია თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი წარმოება. ლუკოილის მიერ იმპორტირებული ბენზინი რეგულარი, ეს არის ბულგარული წარმოების, ევრორეგულარი კონკრეტულად არის ევრო 4 სტანდარტის, რაც შეეხება პრემიუმი, სუპერი და დიზელი, ეს არის ევრო 5 სტანდარტის. აზერბაიჯანი მინდა გითხრათ, არის მხოლოდ დღეს ეგრეთ წოდებული L62 ტიპის საწვავის იმპორტიორი. ბენზინი აზერბაიჯანული ფაქტიურად ბოლო 3-4 წელია აზერბაიჯანიდან მისი იმპორტი არ ხდება და ის ყიდულობს იგივე რუმინეთში, იგივე ბულგარეთში მსგავს ტიპის საწვავს. ანუ ცალსახად მოდი ესეთი რაღაც ვთქვათ რა. მომავალი წლიდან შემოდის ახალი დადგენილება ხარისხობრივი ნორმების საწვავთან დაკავშირებით. ბენზინი ჩვენთან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ევრო 5 სტანდარტის. ეს არის ევროკავშირში მოქმედი სტანდარტის იდენტური სტანდარტი. ანუ ჩვენ ჩავთავაზოთ მომავალ წელს გვექნება ევროკავშირის სტანდარტი ბენზინზე. დიზელის საწვავს რაც შეეხება, დიზელის საწვავზე უმჯობესდება ხარისხობრივი ნორმები, ის რა თქმა უნდა არ იქნება ევრო 5 სტანდარტის, თუმცა იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. აი ამ ყველაფერზე მომავალ წლიდან სახელმწიფო კონტროლი კაცრდება, წესდება და თავისთავად ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, იმიტომ რომ საწვავის ხარისხი ეს არ არის მხოლოდ ამ შემთხვევაში ავტომობილთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხი, მნიშვნელოვანი სოციალური მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ბოლო წლებში არის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილი ნავთობპროდუქტების, ამას ემატება სატრანსპორტო პარკია ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი ასევე და რა თქმა უნდა არის რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ გარემო დაბინძურდეს მნიშვნელოვნად ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ საჭირო არის მე ვფიქრობ აი ამ პროცესში ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების იყოს ხშირი სისტემური მონიტორინგი, კონტროლი და რეალური შედეგი. ეხას მინდა ვკითხო, ძალიან საინტერესო მომავალი წელი გველოდება. ანუ ერთის მხრივ ხედავთ, რომ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს საწვავის ხარისხზე, მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ მომავალი წელი ნავთობის ფასების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს კლების ტენდენცია გაგრძელდეს და მესამე ველოდებით საბოლოოდ კონკურენციის სააგენტოსა და კომპანიებს შორის დავის გადაწყვეტას ვის სასიკეთოდ გადაწყდება ეს დავა ჯერჯერობით არ ვიცით. ყველაფერი ამის ფონზე როგორ შეიძლება განვითარდეს ფასებთან დაკავშირებული ტენდენცია, ანუ ველოდოთ კიდევ ფასების შემცირებას საცალო ბაზარზე თუ შესაძლებელია ფასი აი ამ ნიშნულზე დაახლოებით ამ ნიშნულზე გაიყინოს. ფასების შემცირებას მე როგორც მანამდეც აღვნიშნე, მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილნებაზეა ამ კომპანიების დამოკიდებული, ეს ბატონმა ვანომ უფრო უკეთიც ის როდის შეამცირებენ ფასებს და როდის არა როდის შეამცირებენ და როდის არა ხშირად სატელევიზიო ეთერებით გამოდის და ხუთივე კომპანიის სალაპარაკოს ბატონი ვანო ახმოვანებს და რაც შეეხება მე არ ვიცოდი თქვენ თუ თანამშრომლობით შემოსავლების სამსახურთან თქვენ 2006 წელსაც
თანამშრომლობის გონი მსგავს საქმე მოვას. მემორანდუმი ახლა გაფორმდა. მემორანდუმი გაფორმდა ახლა. საწვავის შემოწმებას გულისხმობ კომპანიების რაღაც ესე. ანუ გამოცდილება გაქვთ თქო სხვა ცუც არაფერს არ გეუბნებით. ამასთან დაკავშირებით აქ მე ხა ვერ მოვახერხებ სიტყვის შაკვეხება იყო საუბარი რომ საწვავი იგივე პირობებში ლარი და 15 ეღირებოდაო, ხო? ვალუტის კურსი რო იყოს იგივე. მოდი აქვე პირდაპირ დავიწყოთ, სადღაც 90 თეთრი ღირი და მაშინ საწვავი ერთი ტიპის, ამას გამოვაკლოთ DGG და 75 თეთრს დავუმატოთ 40%-იანი დევალვაცია, ხო? ეს არის სადღაც ლარი და 5. ამ ლარი და 5 დავუმატოთ DGG, გამოდის ლარი და 16, ლარი და 20-ის ფარგლებში უნდა ღირდეს დღეს მაგ ლოგიკით და მაგ გაფლებით, რაც 2009 წელს იყო, საწვავის ფასი უნდა იყოს დღეს ლარი და 20-ის ფარგლებში. გარდა ამისა, ხარჯები გაიზარდაო შეიძლება ბატონო ვონიმ თქვას, ხარჯები თუ გადავხედავთ ფინანსურ ანგარიშებს კომპანიებისას, პირიქით შემცირებული აქვთ. ასე რომ 2009 წლიდან ამ კარტელის ჩამოყალიბების და ბაზარზე გაძევების სხვა კომპანიების გაძევების შედეგად მივიღეთ რომ გაცილებით მოგების მარჟაზე მუშაობენ კომპანიები ვიდრე ეს იყო წლების წინ, როდესაც ბაზარი იყო გაჯერებული. რომ არა, კარგი, მაშინ თქვენც კონკრეტულად გითხავს, რომ არა დღეს შეთანხმებული ფასები, არსებული კურსით რა უნდა ღირდეს 1 ლიტრის საწვავად? რა არის, აგერ როდესაც ვახსენეთ ბრენდირებული ხარ, რომელი ბრენდები ყავს, ვისოლი და გალფი და ესენი, ხო? ეს ბრენდი არ ქვია, ბრენდი ქვია Mercedes-ი, BMW-ი ბრენდი, ხა ბრენდები არ არიან ესენი რა. ამას ქვია მსხვილი კომპანიები, რომლებიც რაღაც ხელისუფლების დახმარებით, ყოფილი ჩინოვნიკის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის კეზერაშვილის გულისხმობ მაგათ დახმარებით, ხალხის დატერორებით ჩაიგდეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა შევცვალეთ, თუ ეს ასე იყო. ბრენდირებული რა არის, ბატონ ივანო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეა და თქვენ ამ 5 კომპანიის გამხმოვანებელი ბრძანდებით, ამ 5 კომპანიის ინტერესების დამცველი ბრძანდებით. მე არ მახსოვს თქვენ რომ დაგეცოთ ინტერესი და უშუალოდ ამ ბაზარზე დაზარალებული კომპანიების. თუ ბაზარზე 200 კომპანია იყო, 195 დაზარალდა, 5 დარჩა. თქვენ მხოლოდ ამ 5-ის ინტერესებს იცოდით. მე ერთხელ არ მახსოვს რომ იმ დანარჩენ 195-ზე სიტყვა ამ მოგიყო და ხმა გეთქვათ, როდესმა. აქ რა უნდა ღირდეს დღეს? დავასრულებ რა. დღეს წვრილი კომპანიები როდესაც ყიდიან ფას 20-30 თეთრით ნაკლებად, ხო, წვრილ კომპანიას ეს ეკონომიკის ჰანი და ბანია. ბატონი ვანო რო საუბრობდა რომ წვრილ კომპანიას უფრო ნაკლები აქვს დანახარჯი, ალბათ ამის მოსმენაზე და ქაგონებაზე ადამ სმიტის საფლავში ტრიალებდა მართლა. აი ყველა ნებისმიერ პირველ კურსელმა სტუდენტმა იცის, რომ რაც უფრო მსხვილია საწარმო, ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯები გაცილებით უმცირდება, რაც უფრო იზრდება საწარმო, თვითღირებულება ერთეულ პროდუქციაზე. მე არ ჩამისხავს არაბრენდირებულში და დაახლოებით რა ფასია, ლარი და 20? ლარი და არა, ლარი და 30-დან ლარი და 40-მდე მერყეობს. ლარი 50, არის ბენზინი, ანუ ფაქტიურად დღეს ბრენდირებულსა და არაბრენდირებულში ბენზინში სხვაობა არის სადღაც 10. ლარი და 40-დან იყიდება. დიზელში უფრო ცოტა მეტი სხვაობა შეიძლება იყოს. 20-30-ის ფარგლებში ეს სხვაობა და ნუ ისიც რა არის. ეს დავამატებ, ის არის რომ ამ კომპანიებს თვითონ არ არიან იმპორტიორები. ყიდულობენ სხვისგან, სხვის მიერ იმპორტირებულს, ანუ იმას თავისი მოგების მარჟა უდევს, ამასაც ცალკე თავისი მოგების მარჟა უდევს, ამათ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ავტოგასამართი სადგურიც არ აქვს, საკუთარი ფაზები არ გააჩნიათ. ანუ იმ ქირასაც იხდიან და გაცილებით მეტი აქვს დანახარჯი და ყიდიან. აი გავცემ ბატონ ბელაძე პოსტს, იგი ძალიან მარტივად გაცეთ, იმიტომ რომ მარტივი პირველი გითხრათ რომ მათ ნაშთები არ აქვთ რა. ანუ გასამართ სადგურს არ აქვს არანაირი ნაშთი და როდესაც ფასი მოდის ქვემოთ, ანუ ის ყიდულობს ესე ვთქვათ პირდაპირ ბაზიდან მიდის და იმ დაბალი ფასით შემოაქვს. ანუ ნაშთი არ აქვს. რაც შეეხება დანახარჯებს, მას ყავს ერთი ბუღალტერი, ვთქვათ სიტყვაზე, ორი ეგრეთ წოდებული ვთქვათ ჩამსხმელი. არანაირი ინვესტიცია არ გაუხორციელები, არაფერი არ გაუკეთებია და რა. იცით რა არის, როდესაც ფასი მოდის ქვემოთ, ეხლა ეს რა არის, თქვენ ფორმატი წართული ამას საუბარი, იმიტომ რომ დრო არ მეყოფა. ანუ როცა ფასები მოდის ქვემოთ, წარმოიდგინეთ, ანუ ვთქვათ ვისოლს, ლუკოის აქვს სადღაც 20, 25, 40 დღიანი ნაშთები აქვს, ხო? ეს არის რეალური, იმიტომ რომ არც ერთი დიდი კომპანია ნაშთის გარეშე არ მუშაობს, მათ აქვს ცაცავებში ესაც. ამიტომ ძალიან რთული არის ის მიყვეს დროის ესეთი ადეკვატურ რეჟიმში ამ ფასებს, ხო? არაბრენდირებულისთვის გაცილებით მარტივია ამ ფასებზე მიყოლა და მეორე ეხლა ეს ძალიან მარტივია, ხო? რა დანახარჯი აქვს არაბრენდირებულ გასამართლოს, არაფერი დანახარჯი, არათერი ინვესტიცია არ განუხორციელებია, ნაკერავები აქვს, სადაც თქვა რაღაც, ანუ მისი დანახარჯები და მე რაც ყველაზე მთავარია, ის ბრენდირებულთან უნდა იყოს კონკურენციაში. მას უნდა გქონდეს დაბალი ფასი რომ გაყიდოს, ეს არის აქსიომა, ხო?
ხვდებით ხო აქ რაზეა საუბარი ხარ თქვათ მეორე დანარჩენი სიტყვაზე რეალურად დღეს ლაუყა საუბარი იმაზე რომ კონკურენცია არ არის ბაზარზე ალბათ მე მგონი არ იქნება სწორი რა დღეს არის ძალიან მძაფრი კონკურენცია უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა უბრალოდ საინტერესო ის არის რომ 2009 წლის შემდეგ მე ორივე თქვენგანს კარგად ვიცნობ და მქონია სხვადასხვა ფორმატში თქვენთან შეხვედრები მათ შორის საგაზეთო ფორმატშიც ჩვენ ვსაუბრობთ ერთი და იგივე თემაზე დღეს არის 2015 წლის მიწურული და დღეს ჩვენ ისევ ვსაუბრობთ რომ არსებობს კარტელი არსებობს შეთანხმებული ფასები ბატონვანოს რა თქმა უნდა საკუთარი არგუმენტები აქვს მე იმედი მაქვს რომ ერთ დღესაც დადგება დღე როცა ჩვენ ყველაფერს დავარქმევთ საკუთარ სახელს და არ იქნება ამდენი შეკითხვა თუნდაც ბაზრის ამ სეგმენტთან დაკავშირებით გერმანიაში ეს კითხვებია საფრანგეთში იტალიაში ნახეთ ეს მუდმივი კითხვებია კი ბატონო უნდა დავასრულოთ ძალიან დიდი მადლობა არის საქმეებიან ამ დასმა დიდი მადლობა ჩვენთან გადაცემაში სტუმრობისთვის ვანო მთრალაშვილი ბექა კემულარია იყვნენ დღეს გადაცემა საქმის სტუმრები მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ რომ იყავით ჩვენთან ერთად ბიზნეს სიახლეები ტენდენციები ეკონომიკაში რჩევები რომლებიც დაგეხმარებათ პირადი ფინანსების განკარგვაში პროგრამა საქმე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 13 საათსა და 10 საათზე საქმის